გორში ქართული მედია ჯგუფის ორგანიზებით სამოქალაქო აქტივისტებთან, პოლიტიკური პარტიების და სხვა აქტიური ჯგუფების ლიდერებთან შეხვედრები დაიწყო. შეხვედრების მიზანია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ინფორმაციის და მოსაზრებების გაზიარება, ასევე იმ კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხების მოსმენა საზოგადოებრივი ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების და სხვა აქტიური ჯგუფების ლიდერებისაგან, რომლებსაც ზოგჯერ რეგიონის ხმაზე ნაკლები ხელმისაწვდომობა აქვს. და ეს ნავი იძირება ქართული ოცნების და ივანიშვილის ნაბიჯების გამო და ეს ნავი ხდება რაღაც რუსული რაღაც გუბის ნაწილი. ამიტომ ყველა ჩვენთაგანის ინტერესში არის, რომ რაც შეიძლება ბევრი ვისაუბროთ ერთმანეთთან, რაც შეიძლება მეტად გავცვალოთ იდეები, ვისაუბროთ საერთო მიზნებზე, საერთო ინსტრუმენტებზე, რაც შეიძლება გამოვიყენოთ, რომ ეს ერთობა, ერთიანი ფრონტი იქნება თუ ეს გაშლილი ძალისხმევა იქნება, ეს ვაჩვენოთ. ამიტომ ნებისმიერი შეხვედრა ამას უნდა ემსახურებოდეს, ნებისმიერი კოორდინაცია ამიზანს უნდა ემსახურებოდეს, რომ შეიძლება ერთმანეთისგან არის განსხვავებები, მათ შორის პოლიტიკურ ძალებში, მათ შორის არასამთავრობო სექტორში, მაგრამ საბოლოო ჯამში ვართ ერთ ბრძოლაში, რომელსაც თუ ვინმე დამარცხდება, ეყოლება ერთი ორგანიზაცია ან ერთი აქტორი დამარცხებული, არამედ ყველანი ერთად დამარცხდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა მსგავსი აქტივობების მნიშვნელობას და იმას, რომ პროცესი არის დეცენტრალიზებული. პროცესი არის ძალიან დეცენტრალიზებული, ჩვენ არავინ არ გვმართავს და არავინ არ მოგვიწოდებს, რომ პროტესტში ვიყოთ. აქედან გამომდინარე და ეს პროტესტი არის შინაგანი, საკუთარი მრწამსიდან და ღირებულებებიდან გამომდინარე. აქედან გამომდინარე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გარკვეულ ეტაპზე გავცვალოთ მოსაზრებები სხვადასხვა ქალაქებში, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებთან და ვნახოთ, ემთხვევა თუ არა ჩვენი აღქმები, ჩვენი პროტესტის თემები იმ ადამიანების აღქმებს და ცოდნებს, რაც სხვა ქალაქებშია. ჩვენთვის როგორც პროცესში ჩართული, მიმდინარე პროცესებში ჩართული ადამიანებისთვის და ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველ დღე გავართ ქუჩაში და ვიბრძვით ქვეყნის განვითარების და ევროპული მომავლისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შევხვდეთ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც უკვე გამოცდილება აქვთ, რომლებსაც აქვთ ასე რომ ვთქვათ, არგუმენტირებული პასუხები და მოვისმინოთ მათგან მათი გამოცდილება, მათი პასუხები და მათი ასე რომ ვთქვათ, დამოკიდებულებები და მოსაზრებები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, თუ სადამდე შეიძლება მივიდეთ ჩვენი ქუჩაში დგომით, თუნდაც ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით, რა უარყოფითი შეიძლება გამოიწვიოს თუნდაც 28 ნოემბერს გაკეთებულმა განცხადებამ, რა დადებითი მოიტანა ჩვენმა რუსთაველზე დგომამ თუნდაც და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად ამ ადამიანებისგან მოვისმინოთ ის ინფორმაცია, რომლებზეც ჩვენ ვისაუბრეთ შეხვედრაზე, არ გავამახვილებ ყურადღებას კონკრეტულ ფაქტებზე, მაგრამ ჩემთვის როგორც აქტივისტისთვის და როგორც ახალგაზრდისთვის, რომელიც აპირებს რომ იბრძოლოს ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და განსაკუთრებით მომოტივირებელი ის შეხვედრა, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ. ქართული მედია ჯგუფის ინიციატივით გორში სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისაგან შექმნილი აქტივისტთა ჯგუფი საზოგადოებაში დაგროვილ ეჭვებზე, მოლოდინებსა თუ მოსაზრებებზე შეფასებებს მოწვეული სტუმრებისაგან დახურულ კარს მიღმა მომდევნო დღეებშიც მოისმენენ.